დღევანდელ დღეს მეთქვა რაღაც დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ. ამ მიკროფონით უკეთესად ისმის თუ ისე მიკროფონის გარეშე ჩევეთ. იყოს ესე იგი. დღევანდელ დღეს დანუდა ძმანო ჩვენ წავიკითხეთ სახარება, რომელიც არაერთგზის ხსნენიათ თქვენ და არაერთგზის განვიხილავთ, რომ ვისაუბრია ამ თემაზე, რომ მაცხოვარი მიდის ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც გერგესელთა მხარე ქვია და იქ შემოხდება მას ორი ეშმაკეული. ეს ეშმაკეული მას ეთქვის, რომ რა ტანჯავ, რატომ მოხვედი ჩემს დროზე ადრე ჩემ დასატანჯველად და მიბრძანე რომ აი ამ ღორების კოლხში მაინც შევიდე. ძალიან მოკლედ ეხა შინაარსკიპებით სახარებისას და მაცხოვარი უბრძანებს მართლაც აი ამ ოროტეულ ძალას რომ შევიდნენ ღორების კოლხში, რომელიც იქ მძოვარი იყო, გალახსოვდნენ. შევლენ აი ამ ღორების კოლხში და გადაეშვებიან კბოდედან და გადავარდებიან ზღვაში და დაიხჭებიან. გამოდის ქალაქის ცხოვრებულები, წემსები რომ გაიქცევიან შეშინებულები და მოუყვებიან ამ ამბავს, გამოდის ქალაქის ცხოვრებულები და ნახავენ რომ ეს ორი ეშმაკეული, რომელიც ადრე ლოდებს ირწყავდნენ თავზე და მათი შიშით აქ ვერავინ ვერ გადიოდა, ეს მათ ესახარებაში არ არის მოთხრობილი, მაგრამ მარკოსთან და ლუკასთან ჩვენ უფრო ვრცელი თხრობა გვაქვს. იქ წერია რომ ჯაჭვებს წვეთდა და ზრიალებდა ძალიან დიდ ხმას და ხალხს ეშინოდა და იმ ადგილებში ვერ დადიოდნენ და საფლავებში, ანუ აკლდამებში ატევდნენ ღამებს, სადაც ადამიანთა საფლავები იყო და ძალიან ისე ძნელად არის განხილული. აქ ეს ნაკლებად ესეთი დეტალები არ ჩანს მათ ესახარებაში, მაგრამ პარალელურ ტექსტებში სახარებისა ჩანს, რა თქმა უნდა, უფრო დაძრულებითი აღწერა მათი. ხედავენ რომ ეს კაცი, რომელიც ლოდებს იცემდა და თავის თავს ესე წვილობებს აყენებდა, ეხა ჭკვიანი დაჭკვიანებული დამშვიდებული ზის მაცხოვრის ფეხებთან და უსმენს მის გადაგებას. და ეს ქალაქის ცხოვრებლები შეევედრებიან, რომ იქნებ წახვიდეო, დატოვო ჩვენი ქალაქი. მაცხოვრის დაუჯერებს, რომ არ შედის მათ ქალაქში, ჩაჯდება თავის ნავში, რომლითაც მიადგა ამ ნაპირს და უკან წამოვა ისევ გალილეის მხარეში. აი ეს გახლავთ ეს პატარა მონაკვეთი სახარებისა, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა კუთხით განვიხილავ ჩვენი სახარება, დღეს უსპარა მინდა გითხრათ და წარმოვაჩინო ადამიანის მდგომარეობა. ვილაპარაკია იმ ისტორიაზე, მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ვინ იყვნენ ამ მხარეში ჩასახლებულები. რა თქმა უნდა, იაკობის 12 შვილთაგან იყვნენ ჩასახლებული გადის შთამომავლობა და მანასეს ნახევარის შთამომავლობა. იმიტომ ვქვიათ მათ გადარინელები, ანუ გადარინელები. გადიერგა ერთ-ერთ იაკობის შვილს და ისინი როდესაც მოდიოდნენ აღთქმულ მიწაზე ეგვიპტიდან, ამ გადის შთამომავლობამ ნახა, რომ აქ ძალიან მოსავლიანი მიწებია და უთხრება ჩვენო აღარ გვინდაო იქო იმ აღთქმულ მიწაზე წამოსვლა, აღარ გჯერდება აქ მოგვეცი, აქ დავსახლდებით. და იმ პირობით დაასახლეს აქ, რომ ყველა ბრძოლაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა იმ დაპყრობით ბრძოლაში, რომელიც დასჭირდებოდათ მათ აი ამ დანარჩენ ძმებს დახმარება აი ამ აღთქმული მიწის დასაპყრობად. მერე უნდა დაბრუნებულიყო ესეულან და ეს აღთქმა მიიღეს და ანუ ეს გადის შთამომავლობა დარჩა მანასეს ნახევარის შთამომავლობა. ამიტომ ეს გადარინელები, რა თქმა უნდა, ებრაელები არიან, რიცხვები არ არიან. მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობაში არიან. სჯულით რაც სასტიკად ეკრძალებათ, ღორები ხავთ მოშენები. სხვათა შორის ისე გინახავ, ცხვრის ფარა ყველას უნახავს, ალბათ ძროხებისაც და სხვა გამეჭებისაც, მაგრამ ღორების კოლხი წარმოგიდგენთ, რა საშინელი რა იქნება სანახავ. ბევრი ღორჯერ ერთი რა სანახავია, ახლა ბევრი ღორების კოლხი. ესენი უკვე იმ მდგომარეობამდე არიან, ისე რომ ღორების მოშენებას მიხვდეს ხელი. და რატომ? იმიტომ რომ გამდიდრებისთვის დარჩნენ აქ. გამდიდრების სურვილი კი არ არის თვითონ პრობლემა, მაგრამ რა საშუალებით გამდიდრდები, ეს არის სწორედ ადამიანის ტრაგედია. მე მინდა გითხრათ ეხლა რომ აი როგორ მიდის ადამიანი გაცემამდე. არავინ არ იფიქროს, არ წარმოვიდგინოთ ეს რომ ადამიანი რაღაცა გარკვეულ სიმაღლეზე იმყოფება და უცბად ბრახ გამოეშლება ფეხქვეშ მიწა და დაეხეთქება პირდაპირ ძირს. არა, ასე არ ხდება ჩემო ძირფასები. ნელ-ნელა ეტაპობრივად ხდება ადამიანის დაცემა. როდესაც ის იწყებს რაღაცის შეღავათების მიცემას საკუთარი თავისთვის. მაგალითად, ქმრიანი ქალი ან ცოლიანი კაცი, როდესაც იტყვის რომ მე რა მოხდა რომ ვიღაცა სხვასაც შეიძლება ისე წავებული ერთაო უბრალოდ რაღაცა კომპლიმენტი უთხრა იმან გამეკეკლოცოს ასე შემდეგ დაიწყება აქედან, ამის შემდგომ უკვე სხვა რაღაცის უფლებასაც მისცემს თავის თავს. იმის შემდგომ კიდევ სხვა რაღაცის უფლებას მისცემსა და თუ ცოდვით დაეცა,
ცუდ დაეცა. ყველაზე კარგი შემთხვევა მართლაც მშობაში რო ჩავარდეს ადამიანი, მოვიდეს ტაძარში და მოინანიებს ეს და თქვას და აღარასოდეს აღარ გაიმეოროს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე კი არ ხდება. ამის გამართლებასაც იწყებს, რომ სახლში ვერ ნახა მან თქვა ისეთი სიტყვა და სიყვარული, რომელსაც ეძებდა და ამიტომ ამ სხვაში ყოლა და აი ესე საკუთარი თავის მართლებაში იწყებს ადამიანი რაღაცა შვების პოვნას, იმ სინდისის ხმის გაჩვენებას. ესე არის ნებისმიერ მდგომარეობაში. როდესაც იწყებს, რომ კაი რა მოხდა ახლა ერთი ოთხშაბათი თუ არ შევინახე. კაი რა მოხდა ახლა ერთი ლოცვა თუ არ წავიკითხე. სამაგიეროდ აუცილებელია ყოველდღე ვადევნო თვალი დოლარის კურსს. იმიტომ რომ ეს ჩემს საქმეს სჭირდება. მაგრამ ახლა ლოცვა თუ არ წავიკითხე არაფერი და აი ესე ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ადამიანის გაუყურმართება. ისევე როგორც აი ამ გადიშთაომავლობას გამდიდრება უნდა და თამაში ცუდი კი არაფერი შეიძლება გინდოდეს გამდიდრება, მაგრამ რის ხარჯზე გინდა გამდიდრება, რომ რჯული დაგავიწყდეს, რომ ღორთან შეხება არ შეიძლება? ადამიანი სწორედ ასე სახავს, კარგავს ადამიანის სახეს. ნახეთ, როგორც კი ადამიანის სახეს დაკარგავს, ჩვენ ხო გვინახავს ასეთი ადამიანის სახე დაკარგულები, რომელ ცხოველს ვადარებთ ხოლმე მას, რომ ლომივით გახდაო ვეთქვეთ ან ვეფხვივითო თუ არცევით, არა, ღორებით არის ამას. ამიტომ შემთხვევითი არ არის ეს ღორების კოლტი. არ არის შემთხვევითი რომ ისინი ღორებს იწყებსავენ. არ არის შემთხვევითი ის რომ აკრძალულია საერთოდ ღორთან, ამოწმიდულ ცხოველთან, ნიკარებაც კი, ძველი აღთქმის ძალიან მკაცრი კანონი. ეს არ გეგონოთ ეხლაც ასე ვრცელდება, იმიტომ რომ ასეთი გაგება აღარ აქვს თვითონ კანონს და სჯულს. ამიტომ ამან არ დაგაბრუნოთ ეხლა ამ ჩემს სიტყვებმა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ადამიანობის სახე დაკარგული კაცი, რასთან შედარება მოგვაქვს ხოლმე, რაც გახსენდება, არა არცივი და არავითარი, არამედ ღორი. და რატომ? იმიტომ რომ ის იქცევა იმ ყველაზე საშინელი და საზარელი ცხოველივით, რომელსაც შეუძლია ყველაზე საშინელება ჩაიდენოს. მაგალითად, შეჭამოს საკუთარი შვილები, შეჭამოს ყველაზე ბინძური რამ რაც კი არის ამ ქვეყანაზე. აი აქედან გამომდინარე, სწორედ აი ამ სულიერ ასოციაციას განიცდის ადამიანობა დაკარგული კაცს რომ შეხედავს მეორე ადამიანი, სწორედ ესეთი ასოციაცია უჩნდება, რომ ყველაფერი სიბინძურის მკადრებელია და ამიტომაც შეიძლება შეადაროს ღორთან სხვა ადამიანი. ამიტომ ჩემოც ვიფასებო, ნახეთ, ეს საზოგადოება, რომელსაც სახე ასე აქვს დაკარგული, რომ ღორების მწყემსები არიან უკვე, მიუხედავად სჯულის აკრძალვისა, ასეთი რამ არ გეგონოთ, რომ ეს წარსულში მოხდა და დღეს ჩვენს შორის აღარ ხდება. სწორედ ასეთი მდგომარეობა დღევანდელ დღეს ჩვენთანაც, იმიტომ რომ ჩვენ ახლა სად ვართ შეკრებილები? წმინდა ლიტურგიაზე. წმინდა ლიტურგიაზე ვინ სტუმრობს ხოლმე? იესო ქრისტე. იესო ქრისტე მოვიდა ახლა ჩვენთან. აი ამ ნაპირიდან შემოცურა, რომელიც ჩვენ გულისკარი ღია უნდა გადაუხვედროთ და შემოდის აი ამ ნაპირიდან და ის გთავაზობს, რომ ყველა ის თვისება, რომელმაც შეიძლება მიგამსგავსოს შენ აი ამ დაცემულ ცხოველს, ყველა ის რაღაცა ნება, რომელიც შენშია, მას შეუძლია, რომ იმ ზღვაში დაახჭოს იმ ღორების კოლთან ერთად. მაგრამ შენი გადასაწყვეტია მას ასეთვე, რომ იცი რა, უნდა წახვიდე შენ ჩემი ქალაქიდან, იმიტომ რომ მე ამის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება, იმიტომ რომ ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, ეს არის ჩემი სიამოვნება, ეს არის ჩემი სიხარული. თუ ეტყვი რომ არა თანახმავა, რომ დაიხჭოს ყველა ის ნება, რომელიც ჩემშია, შური თუ ბოღმა, სიანჭყლე თუ უზრდელობა, რაღაცა უყურადღებობა თუ სიყვარულობა, იდრეკილება მრუშობისადმი, ლოთობისადმი თუ სხვა ბუნებისადმი, ყველაფერი ამის დახრჩობა მინდა მე ღორების კოლთან ერთად თუ პირიქით. ვეუბნები მას რომ არა, იცი რა, ეხლა შენთან კი კარგია, მე ვცნობ ეხლა, იმიტომ რომ აგერ გადარეული და შეშლილი კაცი ჩვენს ფეხებთან ზის ვხედავდა, დაჭკვიანებულია და მშვიდად გამოიყურება, მაგრამ მე ახალი ღორების კოლტი უნდა მოვაშენო, იმიტომ რომ ჩემი შემოსავალი თუ არ გაიზარდა, მე ისე ვერ ვიწყობ. ამიტომაც იფიქრეთ ამაზე ჩემო ზეპასები. ერთი წამითაც კი ესახარება რამდენჯერმე წაიკითხება კვლავ წელიწადის განმავლობაში და როცა თქვენ თვითონ გადაშლით სახარებას, როდესაც გაგახსენდებათ ეს ამბავი, როდესაც გაგახსენდებათ თქვენი ბნებები, შემოტევა ბნებებისა, გაგახსენდეთ ვისე მსგავსებით ამ დროს და ვისეუბნები წადი და ვისეუბნები რომ დარჩი. დარჩენას ეუბნები იმ ბნებებს, რომლებიც ამას მიგამსგავსებს აი ამ დაცემულ ცხოველს.
და თუ კი ქრისტესეულები დარჩენას, მაშინ იცოდეთ, რომ ესუნებები ყველაფერი ზღვაში უნდა დაიხჭოს იმ ღორების სკოლთან ერთად. ამიტომ ამ კუთხით იფიქრეთ, ასე იაზრობთ, ასე წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება და ნებისმიერი შემოსული ბნება თქვენ არ იფიქროთ. ეკლესია არ არის იმის ადგილი, რომ შემოხვედით აქ და მორჩა ნება აღარ შეგებრძოლოთ. აუცილებლად სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცით როგორი ასაკოვანი ხალხის აღსარება მე მიყია. ჩავარდნილი ლოგინა, რომელსაც მაინც არ ასვენებს ეშმაკი და რაღაც ესეთი წარმოსახვებით ებრძვის მაინც. ვნებული წარმოსახვებით. არ გეგონოთ თქვენ რომ სიბერეუშველი სამსაქმეს ან რაღაცა უძლურება. ყოველთვის იქნება ეს ვნება და ეს ბრძოლა, მაგრამ შენი ადამიანობა, ცხოველისაგან განსხვავება სწორედ იმაშია, რომ ამ ვნებას ებრძვი და მას არქმევ სახელად იმ სახელს, რომელიც ქვია ამ დაცემულ ცხოველს და განიშორებ შენგან, მოიშორებ შენგან. არანაირი კავშირი არ გინდა მასთან. და ვისთანაც გინდა კავშირი, მას არასდროს არ ეთქვი, რომ შენ ახლა ჩემგან უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ჩემს ბიზნესს ასე სჭირდება. ან ჩემს მომავალს ასე სჭირდება, იმიტომ რომ მე კარიერა უნდა შევიქმნა. ან ჩემს საქარავ ცხოვრებას ასე სჭირდება, იმიტომ რომ სახლი მაქვს ასაშენებელი ან რაღაცა მოსაწყობი და დასამთავრებელი. ამიტომ არჩევანი ჩვენზეა. უნდა აირჩიოთ. ან ქრისტე უნდა დაიტოვოთ, რომელიც მოვიდა და გვესტუმრა დღევანდელ დღეს წირვაზე და ზიარების სახით და ჩვენში შემოვიდა, ან მეუბნებით მას, რომ კარგია შენთან, მაგრამ წადი და ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და ახალი ღორების კოლტის მოშენებას. შეგვიწყალოს უფალმა და მოგცეს ძალა და გონება განსჯისა, რომ ვისთან ყოფნა ჯობია, ამ ქვეყნიური ცხოვრების ასაწყობად თუ ზე ქვეყნიური ცხოვრების, მომავალი ცხოვრების კბობით, აი აქედანვე დაწყებული, რომ აქედანვე ვიწყებდეთ ამ მიტკობას და იესო ქრისტესთან ერთად ხარობდეთ აცდა მარადის და უკუნეთიობის სამზე. ამინ. ღმერთმა დალოცულები და გახარებულები